მივოწავ თქვენი პოზიციები მე ვფიქრობ რომ მოსამართლეს ყველაფერი კიდე დაუყურებია მე თავიდან მეკითხები რომ ხოცეთ პროექტა ხოს გამოსვლები და არაფერს შეურაცხყოფს საქმესთან დაკავშირებით განცხადებას არ გააკეთებთ გადაწყვეტილებით. საქმესთან არანაირი პოლიტიკური განცხადება. მხოლოდ საქმესთან დაკავშირებით. საქმესთან დაკავშირებით საქმესთან დაკავშირებით. თელი ამ განმავლობაში მე ვფიქრობ რომ მიზანი მართლა უზღუდავთ დაცვას. ამის თვალსაჩინო მაგალითია სწორედ თქვენს მიერ დაშვებული ადვოკატის შუა პროცესიდან ჩამოშორება, რომელიც მე რა თქმა უნდა გამართეთ, მაგრამ მე ვფიქრობ ჩემი პოზიციაზე, რომ როცა მიიღეთ გადაწყვეტილება და დავუშვით, თქვენ უცებ მოულოდნელა ისე პროცესში მიმდინარეობდა, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული, რომ ვიღაცასთან მოწესრიგების შესაბამისად, იმიტომ რომ თქვენ თავიდანვე შეგეძლოთ ეს ყველაფერი განვეჭრედა და არ ბოდიშვიფტი, მე ვფიქრობ, რომ საკმაოდ ცოტა გამოცდილება გაქვს, იმისთვის, რომ ეს პოზიცია თავიდანვე ყოფილიყო ცალსახად. მაგრამ დამოუკიდებლად ეტაპზე, როცა უკვე მე თავიდანვე ვახსენებ, თვალსაჩინო გახდა საქმის პრობლემატიკა, თვალსაჩინო გახდა, მე ვფიქრობ, მე შეურაცხყოფას არ ამბობ, ჩემი ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ადვოკატის ზედმეტი შეკითხვების დასმა, მე ვფიქრობ, თქვენ სხვებთან რეალიზმისთან სავარაუდოდ შეიძლება იყოს, მოტაცილების შედეგად მიიღეთ გადაწყვეტილება. პროცესზე საკითხი არ წარმოშობილა და არც ფათაშორის ბრალდებით ხარის ეს არ დაუგებია. ეს იყო თქვენი პირადი ინიციატივა. მე ძალიან მაშფოთებს ეს მდგომარეობა. მე ვფიქრობ, რომ თქვენს მიუღებელობას კიდე ერთი ხაზი გაიშვა წინა პროცესზე, როცა პროკურორები სამწუხაროდ ესეა თვითონ დაეკარგნენ ერთმანეთს ადვოკატებს გაფრია შესვენების დროს რა თქმა უნდა გამიშენელი ყოფილა მოწმედა არაუშავს ჩვენთვის ამას არსებითი მუშაობა არა თქვენ მოწმე რომელიც სიაში არ იყო დაუშვით მაინც რა თქმა უნდა თქვენი არგუმენტაცია გააკეთეთ მაგრამ მე გავიარეთ კონსულტაცია იურისტებთან და სალსახავ არსებობს სია იმისთვის რომ დაიფიქროს იმ სიაში შეყვანილი მოწმეები ეს იყო თქვენ კიდევ მე ვფიქრობ საკმაოდ მიკროწვეული გადაწყვეტილება ამავდროულად ბატონო მოსამართლე მე მინდა გითხრათ და მთელ საზოგადოებას ვუხდით, რომ საქმე, რომელიც ეხლა წარმოდგენილი, შეეხება აქ არ არსებობს, ეს არის ჩვენი თითქმის შეფასებადი ეს ნელ-ნელა ჩანს, აქ არ არსებობს პირდაპირ სახის კვალიფიცებულებები, ამაში პროკურატურა დაგვეძახება, არც თითქმის მოწმეთა ჩვენებები ერთი მხარის და არის მოწმეთა ჩვენებები მეორე მხარის. საქმე მთელი თავისი შინაარსი ნიშნა გულისხმობს იმას, რომ მოსამართლე გადაწყვეტილება უნდა გამოიყენოს უპირველეს ყოვლისა თავისი შინაგანი წნევის შესაბამისად. მე საფუძვლიანი ეშუება თქვენ შინაგან წნევაში კონკრეტულად მიუკერძოებელი და უჯერებელი. ამიტომ მე ეხლა მივიღე გადაწყვეტილება მთელი ამ ორგანიზებებთან გამომდინარე საერთოდ არ მივიღო აპროცესში მონაწილეობა, იმიტომ რომ ხაზი კიდევ ერთხელ გავუსვა. თქვენ კი დამარცხდა. ეს იყო ფაქტი საჯარო და საფაქტო ყველა სხვა რომ ჩემი გაძლევების მდგომარეობა იმ დღეს მე არ გამიგდეს გამარჯვება. იმას არ გაგიჩვენებია გაძლევასთან დაკავშირებით, თქვენ მთელი რიგი ჯარიმები ჩამოარიდეთ და მე უბრალოდ ვიმაყობ. მე შემიძლია საჯარო კიდევ ერთხელ უკვე გადაგებულიც არის რა თქვი ვის მიუმართეთ არც ერთი სიტყვი, არც ინტონაციურად მოსამართლის მიმართ მე არაფერ შეურაცხყოფ, არამედ ზედმეტი არაფერი არ ვიქნა. გამოვხატავ ჩემ პოზიციებს, ვისი სული უფლება მქონდა. რადგან რომ თქვენ ხართ მიკროწვეული, ეს სასამართლო პროცესი საბოლოო ჯამში როგორც ჩანს სწავლა მე არ ვიცი, ვიწი არის ეს განპირობებული. წარსული შიში, მომავლის შიში, ორივე ერთად, თქვენ მეიმნებით ობიექტური მსაჯული, და უფრო გერბათ შუა საუკუნეების ინტელექტუს ვიდრე თანამედროვე მოსამართლე. ამიტომ მე მივიღე გადაწყვეტილება ეს თქვენი ნება შეგიძლიათ ეხლა მე არ გავასწავლო, მე მივიღე გადაწყვეტილება პროცესი დაყოლო და ამავდროულად ვხსნით ჩემ დაცვას. არც ჩემი ადვოკატები ვიგებიან წარმოგიდგენთ ჩემ პროცესზე და არც მე დავესწრებ ჩემ პროცესზე. ამ ეტაპზე ეს არის ჩემი გადაწყვეტილება და მინდა მოგილოცოთ ასეთი თქვენი შეგვიძლია უფლება ბატონო ბაჩანა კიდევ ერთხელ განგიმართოთ თქვენ გაქვთ უფლება არ მიიღოთ მონაწილეობა. ეს ჩაითვლება არიდებათ თომას და მოხდება განშება თქვენი მონაწილეობის ეს არის პროტესტი თუ ადვოკატები მე ასად არ გავუგებო მე მარტო სულისკითეზე ვიყო სხვა
არავის ლაფს არ თუ დარბაზს დატოვებთ თვითნებურად ჩაითვლება არ იქნება. მაგრამ ტოვებთ დარბაზს. თქვენ როგორც გრება ბატონო მოსამ თქვენ ყველაფერს ისეთ ვით როგორც თქვენ ჭირდება და არა ობიექტური მდგომარეობიდან თითოეულ ჩემ განცხადებაზე გაკეთებული იქნა განმარტება. არც ერთი გადაწყვეტილება არ მიმიღია განმარტების გარეშე. ყველა იქნა ჩემ მიერ დასაბუთებული. რამდენად სამართლებრივად სწორი იყო არასწორი, ამაზე შეგიძლიათ იზაოთ შემდგომ ინსტანციაში. მე მიმაჩნდა იმ მომენტში, რომ მიიღებდი სწორ გადაწყვეტილებას და კანონიერ გადაწყვეტილებას და განმარტებული იქნა თითოეული გადაწყვეტილება ჩემი მიერ. რაც შეეხება თქვენ გაძლევებას, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მაშინაც აღვნიშნე და ეხლა გამეორდები. თქვენ უშუალოდ მოსამართლეს მიაყენეთ შეურაცხყოფა. ამის გამო მოხდა თქვენი გაძლევა. კიდევ ერთხელ ეხლა გადაღებული, ბევრი რამე შეიძლება იქნეს გადაღებული და ბევრი რამე შეიძლება არ იქნეს გადაღებული. პირადად ჩემი თვალით დავინახე, როგორ მიაყენეთ შეურაცხყოფა მოსამართლეს და ამის გამო მოხდა თქვენი გაძლევა. ეხლა თქვენი არჩევანი სწორედ ეს განმარტებები და ეს აი თქვენ როცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თუ გნებავთ დარჩით, თუ გნებავთ მიბრძანთ, ეს თქვენი არჩევანი. სახაზინო წესით მოხდება დანიშნო თუ ისინი დატოვებენ, მაგრამ არ მგონია რომ მათ პროტესტის ნიშნად დატოვებენ. პროტესტის არ უარსებთ. თქვენ ასე ეს ჩაითვლება არ იქნება და მოხდება თქვენს ასევე